მე ვუსმენ ხალხურს. საღამომშვიდობის აკალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. თქვენ ფოლკ რადიოს უსმენთ FM 99.3-ზე ჩვენი დროით უკვე 18 საათი შესრულდა. მე მარი ხუნდაძე გახლავართ და პირდაპირ ეთერშია გადაცემა სახელწოდებით მე ვუსმენ ხალხურს. მუსიკოსმა მსმენელზე მაღლა უნდა იპოვოს საკუთარი ადგილი და აიძულოს მის სიმაღლემდე მივიდეს მისი მუსიკალური კარიერა. ჯგუფ ვაკის პარკს უკავშირდება, რომელიც 18 წლიანი არსებობის მანძილზე აქტუალობას არ კარგავს და დღესაც მსმენელს საინტერესო სიახლეებს უმზადებს, როგორ იქმნება მუსიკა, რომელსაც მსმენელი მუსიკოსის სიმაღლემდე ახავს და რომელიც დროს უძლებს, ასევე რას უსმენს დღეს ქართული საზოგადოება, როგორ ხდება მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება და რა შეიძლება გახდეს წარმატების გარანტი მუსიკოსისთვის. ამ და ძალიან ბევრ საინტერესო საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში მე ვუსმენ ხალხურს. გადაცემა დღეს მასპინძლობს მუსიკოს ზაზა ხუციშვილს. მოგესალმებით ზაზა, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. კი ბატონო, და სანამ ვისაუბრებთ უშუალოდ თქვენი შემოქმედების შესახებ ვაკის პარკის ჯგუფ ვაკის პარკთან დაკავშირებულ სიახლეებთან დაკავშირებით, საინტერესოა გადაცემის მთავარი თემით დავიწყოთ საუბარი. ხართ თუ არა ხალხური სიმღერის მსმენელი, უსმენთ თუ არა ხალხურს? რა თქმა უნდა ვარ და რა თქმა უნდა ვარ მოყვარული ჩვენი უდიდესი სიმდიდრის. ალბათ იცით რომ ბოლო დროს გაჟღერდა ხელისუფლების მხრიდან ინიციატივა დამზადებულია საქართველოში. მე ყოველთვის ვარ იმის მომხრე და მინდა ჩვენ საზოგადოებას, მეწარმეებს, უბრალო ხალხს უთხრა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუშიც დაიბეჭდა ის, რომ რატომ არის გერმანია უდიდესი ქვეყანა და რატომ არის ესეთი წარმატებული ეკონომიკის, მდგრადი ეკონომიკის ქვეყანა. იმიტომ რომ ეს ქვეყანა უშვებს ისეთი სახის პროდუქციას, ისეთი მიმართულებებით, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის აქტუალური და საჭირო და მოთხოვნადი. დაწყებული მანქანათმშენებლობა, იცით ალბათ, გერმანულ ფირმებს აღარ ჩამოთვლი, ყველამ კარგად ვიცით, დაახლოებით 6-7 მოდელი არის ისეთი, რომელიც ალბათ მსოფლიო ბაზრის, ეხლა არ მინდა რაღაც არასწორი ციფრი ვთქვა, მაგრამ საშუალოდ ჩემი წარმოდგენით რო ვთქვა, ალბათ როგორც მინიმუმ 30%-ს მსოფლიო მანქანათმშენებლობის ბაზრისა ალბათ გერმანელები ფლობენ. ლიდერები არიან ამ მხრივ. გადავიდეთ მსუბუქი მრეწველობის სხვადასხვა დარგებზე, ტექნიკაზე, მაგალითად Siemens-ი, Grundig-ი, Telefunken-ი, ასე შემდეგ, სხვადასხვა, მილიონი. გადავიდეთ ფარმაცევტულ ბაზარზე, Bayer-ი და Ratiopharm-ი ქვეყანამ ვიცით და მოკლედ ყველა მიმართულებით ეს ხალხი ქმნის ისეთ პროდუქტს, რომელიც მსოფლიოში იყიდება. რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ქართველებს ისეთის, რომელიც იქნება სხვებისგან განსხვავებული და რასაც ჩვენზე უკეთესად სხვები ვერ აკეთებენ. ეს არის ღვინო, ეს არის ჩვენი მინერალური წყლები, სამწუხაროდ აი ესეთი ტექნიკური პროდუქტები, რაც მე ჩამოვთვალე, ამის გაკეთების საშუალება დღეს არ აქვს. მაგრამ ის მაინც, რაც ჩვენ ბაზარზე არის მოთხოვნილებადი, მაგალითად სარეცხის გასაფენი, რაღაც მოსაჭერები, აი ესეთი რაღაცები რატომ არ შეიძლება ქართულმა კაცმა გააკეთოს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმდიდრე, რასაც ვერავინ ვერც გააკეთებს, ვერც გაიმეორებს, ეს არის სწორედ არა ქართული ესტრადა, არამედ ჩვენი ფოლკლორი. ამიტომ ეს არის უდიდესი სიმდიდრე, მიუხედავად იმისა, რომ მე ესტრადის წარმომადგენელი ვარ, საერთოდ არ მესმის ხოლმე, როდესაც ესტრადის მიმართულებით რაღაც პრიორიტეტებს სახავს ხელისუფლება, უბრალოდ სახავდა და ამ მიმართულებით უამრავ თანხებს ხარჯავდა, რაღაც გაურკვეველ საესტრადო კონცერტებზე მდარე ხარისხის როგორც წესი, შიგადაში კარგი ხარისხის და რაც შეეხება ფოლკლორს, ამ მიმართულებით რაც უფრო დიდი იქნება სახელმწიფოს მხარდაჭერა, მე მივესალმები, რაც გამოხატული იქნება პერიფერიებში, სოფლად, პატარა ქალაქებში, პატარა სოფლებში კულტურის სახლების მშენებლობით, გარემონტებით, იქაური პედაგოგების წახალისებით, იმისათვის რომ თავის ადგილზე დარჩნენ და იქაურ ბავშვებს დაეხმარონ. ყველა თბილისში რომ არ ჩამოვიდეს, იქაც რო კონდეთ ისეთი პირობები, რომ ეს ჩვენი უდიდესი სიმდიდრე კი არ დაიკარგოს და კი არ იყოს ისეთი სიმღერები, რომლის მერე ძებნა და აღმოჩენა დაგვჭირდება, არამედ პირიქით გამდიდრდეს, მიიღოს ახალი ფორმები, როგორც კომერციული და ასევე დარჩეს იმ ფორმით, როგორც აქამდე იყო შემოტანილი. ეს ორივე სინთეზი ძალიან მნიშვნელოვანია. პირველადი ფორმა ძალიან კარგი არის და შემდეგ ექსპერიმენტებსაც ყოველთვის მივესალმები. ანუ უდიდესი არის ჩემი სიყვარული, არის სიმღერები, რომლის მოსმენის დროსაც ტანში ჟრუანტელი ვივლის, როგორც ალბათ ყველა ქართველს და დიდი სიამაყით ვივსები. კი ბატონო, უკავშირდება თუ არა ბავშვობას თქვენ შემთხვევაში, თქვათ ქართულ ხალხურ სიმღერასთან ზიარება, როგორც ხდება ხოლმე ხშირად?
ხშირად. ბავშვობიდან ვთქვათ, გესმით ქართული ხალხური სიმღერა იყავით თუ არა იმ გარემოცვაში ხშირად, სადაც ჟღერდა ხალხური სიმღერა. იცით რა, არა, მინდა გითხრათ, ჩემი ოჯახი ესეთი მუსიკალური არ ყოფილა. მე თვითონ არასოდეს არც ქართულ ცეკვაზე და არც სიმღერაზე არ მივლია ბავშვობაში. შემიყვანეს ფორტეპიანოზე მუსიკალურ სკოლაში, რაც პირდაპირ ვთქვათ, არ მიყვარდა ძალიან და სუწვალებით დამამთავრე ფორტეპიანოზე 7 წლები, თუმცა გამოსაშვებ საღამოზე ისე დაუკარი, რომ ხუთიანები დამიწერეს ყველა პედაგოგმა და დედაჩემს მოთხოვეს, რომ გამეგზელებინა სწავლა ნიჭი ერთ 10 წლებში, რაზეც კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ესეთი წვალებით დავამთავრე. მაგრამ ყავდა ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებიც მართვეში მღეროდნენ. და მე მინდა გითხრათ, რომ უკვე დაწყებული ბოლო დამამთავრებელი კლასებიდან, უკვე სტუდენტობის პერიოდში, როცა უკვე ჩვენს ჭაბუკებმა ცოტა ღვინისმა დავიწყეთ, შეკრებები დავიწყეთ, ისკნებოდა სკოლის ბანკეტი. აი, როდესაც ჩემი მეგობრები ხალხურ სიმღერას მღეროდნენ, მონუსხული უსმენდი და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ არასოდეს არ ვერეოდი, იმიტომ რომ რა საქმეც მე კარგად არ გამომდის, ის ჯობია რომ მოვისმინო და არ შეუშალო ხელი პირიქით. ამიტომ აი როდესაც თუ ესეთი სამეგობრო წრე არ არის და კარგი მომღერლები თუ სხედან ხალხურ სიმღერაში ძალიან იშვიათად ვერევი, იმიტომ რომ მირჩევნია რომ მოვისმინო და დიდი სიამოვნება. თუმცა გამონაკლისებიც არის, სადაც მონაწილეობას იღებთ. კი ბატონო, საინტერესოა, რამდენად შეიძლება ვთქვათ გახდეს შთაგონების წყარო ქართული ხალხური სიმღერა, თუნდაც იმ მუსიკისთვის, რომელსაც თქვენ ქმნით. იცით რა არის, ჩემი ძალიან დიდი სიყვარული არის როკ მუსიკა. ეს საფუძვლები უკვე სხვაგან არის, ამაზე შევთანხმდეთ. მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ვაკის პარკის სიმღერებში ვერასოდეს თქვენ ამერიკულ ინტონაციას ვერ მოისმენთ და აი არის სიმღერები სამწუხაროდ ქართულ ესტრადაზე ჩვენ მოვისმენთ ისეთ სიმღერებს, რომლებიც აი აშკარად ძალით არის გადმოღებული და თითქოს აი დაწერილი არის თქვათ ამერიკელი ან ინგლისელი კომპოზიტორის და აი ძალით არის მორგებული ტექსტი და ამ ტექსტში ყოველთვის ისეთი ხშირად უпростоრად ყოველთვის საბედნიეროდ არა ისეთი აღმავალი და დაღმავალი ინტონაციები ისმის როგორითაც თქვათ ინგლისელები ლაპარაკობენ და ისინი מחვილს სხვადასხვანაირად აკეთებენ და აი ძალიან ხშირად მომისმენია განსაკუთრებით რეპერების და აი ახალი თაობის მუსიკოსში წაგიყვან წამოდი და აი ვაკის პარკი ამისგან განთავისუფლებულია თუმცა ის საფუძვლები ვადასტურებ რომ ხშირ შემთხვევაში სიმღერების არის როკ-ენ-როლი რომელსაც თავისი ჩარჩოები აქვს საერთოდ აი სამწუხაროდ არ ვიცი კრიტიკის თქვათ დონეზე არ ყოფნის არ ქონის ბრალი არის ჩვენთან არის წერება ნაკლები ისეთი შტაბეჭდილი მაქჩება რომ ხშირად თუ პროფესიონალი და ჩახედული არ არის აი მუსიკალური ჟანრის გარჩევაც უჭირთ იმიტომ რომ ვინც ცოცხლად უკრავდა ერთი პერიოდი ყველას როკს ეძახდნენ და ამ დროს როკის თავისი საფუძვლები აქვს ხო კარგი ნაწარმოები რაც გამოხატული არის იმ ჰარმონიულ სვლაში და რა თქმა უნდა რითმულში რითმი არის პირველი გამსასვლელი იმისა რა ჟანში არის დაწერილი ესა თუ ის ნაწარმოები და ის ჰარმონია რომელიც ამ შემთხვევაში სამი პირველი მეოთხე და მეხუთე აკორდით არის მაგრამ შემდეგ უკვე მდიდრდება ეს წლების განმავლობაში და სხვა ფორმებსაც იღებს და ნუ აი ამის ფოლკლორთან ზიარების მაგალითები არსებობს რა თქმა უნდა მეც მქონდა ამის მცდელობა ნუ რამდენად წარმატებულად ეს რთული სათქმელი არის მაგრამ მე ერთი რაღაცის მომხრევა რომ აი თუ კი როკ მუსიკოსის მუსიკაში ეს ფოლკლორი სხვადასხვა ქვეყნის არ აქვს მნიშვნელობა ქართული შემოდის გარკვეული დოზით აი ძალიან მისაღები და ლამაზია ჩემთვის არ შემიძლია არ გავიხსენო ლედ ზეპელინის ლეგენდარული სიმღერა ქაშმირი სადაც აი ეს აზიური ლადი ეგრეთ წოდებული კილო აი ძალიან ზომიერად არის შემოსული და აი ამ როკ მუსიკის ენერგეტიკას აი ძალიან სასიამოვნოდ ავსებს შემდეგ ლედ ზეპელინმა უკვე 90-იან წლებში ჩაწერა ეს თუ არ ვწდები მაროკოელი მუსიკოსების თან ერთად სადაც უკვე ეს ჭარბობს როკს და ამიტომ ჩემთვის ცოტა ის ორიგინალი ვარიანტი უფრო მისაღებია. ანუ გარკვეული ოქროს შუალედი ამ შემთხვევაში უნდა იყოს დაცული. რა თქმა უნდა. მე მინდა გითხრათ რომ არის ჩემი დაწერილი რამოდენიმე სიმღერა რომელიც განსაკუთრებით მეამაყება და ბედნიერი ვარ რომ ამდენი წლის მერე ხალხმა იცის თუმცა ძალიან არ მსიამოვნებს რომ თვითონ თემატიკა ამ სიმღერის ამდენი წლის მერე კიდევ აქტუალურია გულისხმობს სიმღერას ბრძოლა წესების გარეშე მე ვფიქრობ რომ თითოეულმა მუსიკოსმა როგორც
აი ჩემს მიერ ნახსენები Led Zeppelin-ი, იგივე Deep Purple, Queen-ი, Police-ი, ეს როკ მუსიკოსებს თვლი ხა ძალიან გარდა იმ ერთი სახისა, რომელიც განსხვავებული აქვს ამა თუ იმ ჯგუფს, თვითონ მუსიკოსებიც არიან ძალიან ინდივიდუალურები. აი ნებისმიერი კარგი მუსიკის მსმენელი გამოარჩევს იმათში, თქვათ, დასარტყამ ინსტრუმენტებზე შემსრულების მანერას და ასე შემდეგ. აი ამ სიმღერაში მე რატო უსვამ ხაზს, რომ აი ვეცადე რომ გიტარაზე თვითონ დაკვრის მანერა ჩემი ყოფილიყო აი რაღაც ქართულთან მიახლოებული და ეგრეთ წოდებული აი ჩონგურის რითმით ვიწყებ ამ და ვთვლი რომ ეს არის ჩემი მიგნება, რითიც კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, აი რაღაცნაირად რაღაცა ვიპოვე განსხვავებული იმისაგან, როგორც თქვა სხვა გიტარისტები უკრავენ და ძალიან სასიამოვნო იყო არის ის, როდესაც შემდეგ ამას სხვები გიდასტურებენ, ისეთი ადამიანები, ვისაც აზრი მოეკითხება, მოდი ასე ვთქვა რა, ერთი ძალიან კარგი გამონათქვამი მინდა გავიხსენო ლორდი ჩესტერფილდის, რომელიც თავის შვილს წერილებით ზრდიდა. და ის წერ შვილს, რომ შვილო გახსოვდეს, რომ ქება მაშინ არის ყურად საღები, როცა გაქებს ის, ვინც თვითონ არის ქების ღირსი. და აი ასეთი ადამიანების მხრიდან, როდესაც კომპლიმენტს იღებ, ვისაც მუსიკაში ბევრი გაუკეთებია, აი ამ სიმღერის მიმართულებით ძალიან სასიამოვნოა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თემატიკა რჩება უსამართლობის წესების გარეშე ბრძოლის და ეს რა თქმა უნდა შემაშფოთებელია. კი ბატონო, და რადგანაც ამ სიმღერაზე ბევრი ისაუბრეთ და ვახსენეთ ეს სიმღერა, ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ იგი და მისი დასრულებისთანავე დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში და რა თქმა უნდა კვლავ განვაგრძობთ საუბარს ბრძოლა წესების გარეშე ვაკისბერგის შესრულებით აშღერდება ეს სიმღერა. სიყვარულს ლობით აშენებ, მერე მის ხელს ბეჭედით ამშვენებ, მაგრამ ბრძოლაში გიწევს სასულადა, მისი მარტო დარჩენა გაშინებს. თუ შენ გიდოდა სიტყვოდან უგეში, ეძებდი შენი მეგობრის სუბეში, მაგრამ სუფთა გრძნობის მაგივრად ღრმად ჩაიძირე მღვრე ეგუბეში. ეს არის სახლი circulis garașe Sabneuli uțep moeșui Șesure șentui sus xomorevși Inice vobilim set gaharda Dart me psire pagzalulareși Atiatasi katsis sinașe Sigdil suhure psis xliantualepși Am xalxma xelși topiro maivo ჯოჯოხეთში მაშინ ჩავეშვი ეს არის ბრძოლა ბრძოლა წესების გარეშე ეს არის ბრძოლა ბრძოლა წესების გარეშე მათალულარეში ეს არის ბრძოლა წესების გარეშე ტერორს გიწმობენ საკუთარ საზღვრებში მიწას განფრევენ ნების გარეშე დაგმასულში დაგმათალულარეში ეს არის ბრძოლა წესების გარეშე ტერორს გიწმობენ საკუთარ საზღვრებში მიწას განფრევენ Sasıklas katmele Tweet
თვითონაც ჯერ ითხოვე როცა ხვალინდელ დღესზე აღარ ფიქრობე როცა ერთს არ გაძლევე თვითონაც ითხოვე როცა ღარიბთა ხარჯზე ცხოვრებას სიწყობე ეს არის ბრძოლა ბრძოლა წესების გარეშე ეს არის ბრძოლა ბრძოლა წესების გარეშე მე ვუსმენ ხალხურს. მაშასე დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში გრძელდება გადაცემა სახელწოდებით მე ვუსმენ ხალხურს მოვისმინეთ სიმღერა სახელწოდებით ბრძოლა წესების გარეშე სანამ შეკითხვას დავსვამ მე მინდა მსმენელს შევახსენო ტელეფონის ნომერი 2992299 თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდება შეგიძლიათ დაგვირეკოთ და ჩაერთოთ პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარი გახლავთ მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი. როგორ ფიქრობთ ეს სიმღერა ჩვენ ვახსენეთ რომ აქტუალურია დღემდე გარდა თქვათ ტექსტი არის მთავარი განმაპირობებელი იმისა რომ დღესაც თქვათ მსმენელი უსმენს ამ სიმღერას და აქვს მოთხოვნილება მისი მოსმენის. თუ კიდევ არის ტექსტის და მუსიკის ნაზავი არის სიმღერა, ამიტომ რა თქმა უნდა ორივე მნიშვნელოვანია. მე მინდა გითხრათ რომ გარდა ქართული პროგრამისა რომელსაც ძირითადად მე ვწერ ქართულ სიმღერებს ჯგუფი ვაკის პარკისთვის უკვე გამოშვებული გვაქვს 6 ალბომი. ამის გარდა ვაკის პარკი სიამოვნებით ასრულებს ეგრეთ წოდებულ cover ვერსიებს ცნობილი ჯგუფების სიმღერებს ინგლისური ენოვანი შესრულებით. რამოდენიმე განთავსებული არის YouTube-ზე, შეგიძლიათ იქ მოისმინოთ. თვითონ ამ სიმღერების მოსმენა და ნახვა როგორც წესი 60,000 არაჭარბებს. ანუ ვინ არ აინტერესებს ადამიანს ჩემი ნამღერი, იქნება ეს Rolling Stones-ის სიმღერა თუ Beatles-ების. გვაქვს ერთი სიმღერა, რომელიც საუკუნის ნოსტალგია იყო ასეთი პროექტი მაესტროზე, რომელიც ასევე ჩემი გაკეთებულია, გულისხმობ იმას, რომ ქართული ტექსტები ამ შერჩეულ სიმღერებს ძირითადად მე გავუკეთე რამოდენიმე სხვა ტექსტის ავტორიც არის 2-3 სიმღერას უდანჩენ ჩემი გაკეთებულია. ის სიმღერა, რომელიც ვაკის პარკმა შეასრულა, სმოკის სიმღერა Living Next Door to Alice, რომელსაც ქართული ტექსტი გავუკეთე. ნუ ვერ წარმოიდგენთ რამდენი ნახვა აქვს. ძალიან ბევრი. ანუ როგორც კი ტექსტი გახდა გასაგები და მისაღები ქართველი მსმენელისთვის, მაშინვე აიტაცა და ინგლისურად მისთვის რაღაც გაუგებარ უბრალოდ იქ მუსიკალური ეფექტი არის მარტო ალბათ რა. და ამიტომ თუმცა დღეს ეს აღარ უნდა იყოს პრობლემა, რამდენადაც სწორედ ინგლისურენოვან მუსიკას უსმენს ძირითადად. მაგრამ მე ვერ გეტყვით რომ საქართველოს დღეს უკვე ინგლისურენოვანი ქვეყანა და მთელი ტექსტის შინაარსი კარგად ესმის. ეს რა თქმა უნდა. არა, ამაზე დავიჯერებ, იმიტომ რომ ნუ ხა ვისაც ტექსტები აინტერესებს, ვინც კარგი ინგლისური იცის, წესით პოლ საიმონის, ბობ დილანის, კეროლ კინგის და ასეთების მსმენელი უნდა იყოს და არა იმისი რა ხშირად რაც ხდება უფრო მასიური და პოპულარული.
კი ბატონო, საინტერესოა თქვა თქვენ შემთხვევაში მაშინ როდესაც პირველ ნაბიჯებს გამდით, რამ განაპირობა ზოგადად თქვა მუსიკალური აზროვნების, მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება ამ კუთხით თქვა უკავშირდება თუ არა რომელიმე კონკრეტულ შემსრულებელს ან ჯგუფს ამ შემთხვევაში ან ადამიანს, რომელმაც თქვა ეს ყველაფერი სწორი მიმართულება მოგცეთ მუსიკის კუთხით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მუსიკალურ ოჯახში არ გავსდივარ, როგორც წესი ჭაბუკი რომ ყალიბდება, მამას ძალიან ესეთი როლი აქვს ყოველთვის და რაღაც ეტალონიც არის მამა მიბაძვის ისიც და არ ყოფილა მამა ჩემი არც სუფრაზე უმღერია, არც მეგობრებში, თუმცა სმენა კარგი ქონდა, იმიტომ რომ ხანდახან ავტომობილს როდესაც მართავდა, რამოდენიმეჯერ წაიმღერებდა ხოლმე რაღაცას. თუ მარტო ოჯახი ვიყავით, უცხოთო იყო არავითარ შემთხვევაში და მახსოვს რომ კარგი სმენა ქონდა მუსიკალური. რამ განაპირობა? პირველი ალბათ ბიტლსები, სხვათა შორის დღეს პოლ მაკარტნის დაბადების დღეა, მიულოცოთ სიამოვნებით უდიდესი მუსიკოსი. მიულოცეთ და მოვისმინეთ კიდეც. ბიტლსები, რა თქმა უნდა, მინდა გითხრათ, რომ ასევე ძალიან მიყვარდა ბავშვობაში ორერა, ჯგუფი ჩვენი ორერა და დღესაც ვთვლი, რომ რობერტ ბარძიმაშვილი არის იყო უბრალოდ ქართულ ესტრადაში აბსოლუტურად გამორჩეული ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული როგორც მუსიკალური, ასევე საპროდიუსერო ნიჭი ჰქონდა. და მინდა ვთქვა, რომ მისი გაკეთებული ორი ჯგუფი, ეს პირველი ორერა და შემდეგ 75, აი მართლა თავის დროის ფერხულში იყო ჩაბმული და აი როგორც ხშირად არის ხოლმე ქართულ ესტრადაზე დროს ჩამორჩენილი ნამდვილად არ ყოფილა. და მე მახსოვს, რომ აი ორერას სიმღერები მიყვარდა მართლა ძალიან ის დისკი, თვითონ ფილმიც გახსოვთ ალბათ იქ ესეთი კრიმანჭულის ვარიანტი არის, სიმღერის სახელი აღარ მახსოვს, მაგრამ ხო გახსოვთ ეს? ნუ ამასთანავე მოусმინა ამ სიმღერას და ნუ წარმოუდგენელი დაბეჭდილება დატოვა რა. ესე იგი პიანისტი უკრავს ჯერ თუ არ ვცდები მეღვინე თუ ხუთცესი გვარად. შესანიშნავი ჯაზის წოდნით და გადასარევი და თვითონ ეს ხმების განლაგება აბსოლუტურად ქართულია და ისეთი უცხოური სიმღერებიც ჰქონდათ ქართულის და მართლა ძალიან კარგი ჯგუფი იყო. შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც გარკვეული ამასთან ერთად ნუ ამ დასავლეთიდან ამ როკის ტალღამ მართლა წარუშლელი დაბეჭდილება და თვითონ აი შესრულების სურვილიც აქეთ მიმართულებით ალბათ ამ განაპირობა. პირველ რიგში ალბათ ბიტლსები. გასაგებია, თქვენ ახსენეთ რომ ფორტეპიანოზე განხრით სწავლობდით, თუმცა შემდეგში უფრო ასე ვთქვათ გიტარა დაიკავეთ მაინც ხელში და უფრო ამ კუთხით ხშირად თქვენს შემოქმედებაში ჭარბობს ეს ინსტრუმენტი. საინტერესოა ეს თქვა არჩევანი რამ განაპირობა. ესეც ვთქვათ იმ მუსიკალურმა მიმართულებამ თუ კიდევ იყო რა იმ სხვა. იცით რა, გიტარა განსხვავებით ფორტეპიანოსგან ალბათ შევთანხმდებით იმაზე, რომ ეს არის ორი უნივერსალური ინსტრუმენტი, რომელზეც შეგიძლია როგორც სოლო მელოდიის შესრულება, ასევე შენივე სოლო შესრულებას გაუკეთო აკომპანემენტი გიტარით და ასევე სრულყოფილი აკომპანემენტი გაიკეთო სიმღერის დროს, ხო? ნუ ამას საქსოფონით ვერ მოახერხებ, ვერც ვიოლინოთი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად ამ ორი ინსტრუმენტის მიმართ და გიტარას კიდე ისეთი თვისება კი არა, უბრალოდ ის იმდენად კომპაქტური არის ფორტეპიანოსთან შედარებით, რომ ალბათ ყველგან დაგაქვს და კიდევ ერთხელ ვახსენებ ალბათ ბიტლსებს, რადგან გიტარები ეჭირათ ჰარისონს და ლენონს ამანაც გარკვეული წვლილი იქონია. ალბათ, თუ გინდათ ერთი კარგი ისტორიას მოგიყვებით სახალისოს ნუ იცით ალბათ რომ პურმარილი გიტარის გარეშე არ არსებობს და შეიკრიბნენ მეგობრები უკვე ისეთები სოლიდურ თანამდებობებზე და ასე შემდეგ ნუ ძღოლი ყავდა ერთ მეორეს და მოკლედ კეიფობენ და მოუნდათ ახლა გიტარა და ერთმა თქვა მე მაქვს გიტარაო მეორემ საჩქაროდ დაურეკა მის მძღოლს ჩააწერინა მის მისამართი გაუშვეს ეს ადამიანი გიტარის მოსატანად დაახლოებით 30 კილომეტრი იყვნენ ქალაქიდან და ერთ საათში მოიტანა ელექტრობას გიტარა. მაგრამ კარგად იმღერეს. სახალისო ისტორია ნამდვილად. ბრაჩეხება, დიახ. ხო, ამიტომ გიტარის სახება ადვილია. და ამანაც განაპირობა ალბათ ის რომ შემდეგში ხშირად სწორედ გიტარით იქნებოდა თქვათ თქვენი მუსიკა. საინტერესოა თქვათ მუსიკის წერის ნიჭი უკავშირდება თუ არა ბავშვობას თუ უფრო მოგვიანებით თქვათ გაიღვიძა ამ ყველაფერმა თქვენში. იცით რა, ვერ წარმომედგინა რომ ქართულ ტექსტს დავწერდი როდისმე.
და სიმღერების წერაც აი თავიდან როდესაც დავიწყე დაკვრა და გამიტაცა უკვე გიტარამ ეს იყო საკმაოდ გვიან სკოლის დამთავრების შემდეგ. დიახ. საშუალო სკოლას გულისხმობ. და ნუ პირველი ჯგუფი იყო ჩემი 8 ფეხა, სადაც დადადადიანი უკრავდა ჩემთან ერთად, რომელიც უკვე დიდი ხანია წასულია ინგლისში, ძალიან საინტერესო და კარგი პიროვნება. და ისერდა მაშინ სიმღერებს. შემდეგ მეორე ჯგუფი იყო ძმები ჭილაშვილების ჯგუფი ჯუკბოქსი, სადაც ძალიან პოპულარულები იყვნენ მაშინ ძმები. ჩემთვის იმ ანსამბლში გადასვლა ძალიან ისეთი ნაბიჯი იყო. უფროსებიც იყვნენ ჯერ ესერთი და ძალიან ბევრი რამე მათგან ვისწავლე. არანჟირება რა არის, პორტერ რა არის, პიანო რა არის და ნუ ეხლა ფორტეპიანოდან კი მომყვებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ჯგუფში მაინც როდესაც ერთად უკრავ, ერთად ჟღერ, ხო, ნუ ჯგუფი ერთად თუ არ ჟღერს და ერთმანეთის მაჯისცემა თუ არ გესმის და ჯგუფში ბალანსი თუ არ აგაქვს, ხმის ოპერატორი ვერაფერს ვერ გიშველეს ის გამორიცხული. ხო და ეს ყველაფერი იქ გავიარე, ვისწავლე, იქაც ძმები წერდნენ და თუ არ ვცდები ერთი სიმღერა, რომელიც როგორ გითხრათ, აი ალბათ ჩემი პირველი მცდელობაც ისეთივე უსუსური იყო, როგორცაც სამწუხაროდ დღესაც მესმის ხოლმე, როდესაც ავტორი აცხადებს, რომ ეს არის მისი დაწერილი, უსმენ და აბსოლუტურად ყველაფერი არანჟირებიდან დაწყებული, რითმით დამთავრებული, მოსმენილი გაქვს მილიონჯერ, ხო? და ესეთი აი ბობ მარლის სტილში ესეთი რეგეის სიმღერა მქონდა, რაშიც ალბათ არაფერი ჩემი არ იყო, გარდა ორი სიტყვისა, რომელიც რაღაცნაირად შევაკოციცე. და აი იმ ჯგუფის დაშლის შემდეგ უკვე 90-იანი წლების მეორე ნახევარში, ნუ გახსოვთ, მაშინ ომი, უბედურება რაღაც და ნუ მუსიკისთვის ალბათ ცოტა სტუცხელოდა. აი შემდეგ უკვე როგორც კი ცოტა სტაბილური სიტუაცია წამოვიდა, საოცარი ნოსტალგია მქონდა ჯგუფის შექმნის და მოვახერხე კიდეც რითიც ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ჯგუფების დაშლა, რომელიც თქვენ ახსენეთ, ამ პერიოდმა განაპირობა თუ იყო თქვათ სხვა მიზეზები, რის გამოც თქვათ ვერ იარსება ამ ჯგუფებმა იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ვაკის პარკმა და ვერ გაუძლო თქვათ დროს. იცით რა, მაშინ სიტუაციაც სხვა იყო. პირველს ალბათ ჯარის ასაკმა მოგვიწია, ჩემი მეგობარი წავიდა ერთი ირაკლი ხუციშვილი ერთი წევრი აღარ ყავდა, შემდეგ დადას უკვე მუსიკალურადაც ცოტა სხვა მიმართულება უნდოდა, რომელიც ჩემთვის იმდენად საინტერესო აღარ იყო და მე ჭილაშვილების ანსამბლში გადავედი. რაც შეეხება თვითონ ამ ჯგუფს, ამ ჯუკბოქსს. აქ უკვე პირდაპირ 99 წელს უკვე ესე იგი ჩვენ სარეპეტიციო ოთახში რო შემოვიდნენ და დინამიკები მიტინგისთვის გაიტანეს, უცხოპირებმა იქ მივხვდით რომ ცუდად იყო საქმე და ხო, შემდეგ ისე მოხდა რომ ერთ-ერთი ძმა საერთოდ წავიდა საცხოვრებლად საქართველოსდან და ნუ ამან საბოლოო დაშალა ეს ჯგუფი. კი ბატონო, რაც შეეხება ჯგუფს ვაკის პარკი, რომელიც ახსენეთ, ჯგუფმა შექმნიდანვე ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა, შეიძლება ასე ითქვას და ეს უკავშირდება თუ არ ვცდები ფესტივალს, სადაც საუკეთესო როკ ჯგუფის წოდება მიიღეთ. მაშინ თქვათ რამხელა წარმატება იყო ეს ჯგუფისთვის იმ პერიოდში, რამდენად დიდი აღიარება იყო თქვენთვის? მოგახსენებთ, ძალიან კარგი ესეთი ფესტივალი იყო მარგარიტა 96 ვთვლი რომ ესეთი საინტერესო იმის მერე აიხლა რაღაცა open air იმართება და ალბათ კარგი ფესტივალი არის, მაგრამ აი რაღაც დიდი წვეტა იყო და საერთოდ ფესტივალი ესეთი კარგი აღარ ჩატარებულა. ნუ ეს მასშტაბი სხვა არის. გასაგებია ის ვაკის პარკის კინოში იყო და ეს ძალიან დიდი ფესტივალი არის. მივესალმები ამ ფესტივალის არსებობას, ნუ დიპარფლიც იყო და ასე შემდეგ. კი ბატონო. ხო და აი იმის შემდეგ უკვე აი თითქმის 2008-9 წლამდე საერთოდ ესეთი ცოცხალი მუსიკის ფესტივალი, სადაც ყველა პრაქტიკულად საქართველოში მოქმედი ჯგუფი გამოვიდა, ალბათ არ ყოფილა. იმ ფესტივალზე სხვათა შორის ჯერ ესეთი ძალიან წარმომადგენლობითი ჟიური იყო. მახსოვს ძალიან კარგად რომ ბატონი ჟენია მაჭავარიანი ერთ-ერთი ბოლო მისი გამოჩენა უკვე დასუსტებული, იქ იყო საპატიო თავმჯდომარე თამას ყურაშვილი, კაკო ვაშალომიძე, მოკლედ ძალიან ესე გაიოს კანდელაკი და ასე შემდეგ. საქმე იმაში გახლავთ რომ მე როდესაც ჯგუფი შევკრიბე 7-8 სიმღერა უკვე დაწერილი მქონდა და ამ სიმღერების გასახორციელებლად შევკრიბე. და ძალიან მალე აი ერთ თვეში შეკრებიდან ეს სიმღერები ამ სიმღერებს არანჟირება გავუკეთეთ ერთად რეპეტიციაზე და უცბად მივიღეთ მოწვევა, არ ვიცი საიდან გავიდა ინფორმაცია რომ უკვე ჯგუფი ყავს და შემოგთავაზეს მონაწილეობის მიღება, ძალიან გაგვიხარდა. და მაისში შექმნილი ჯგუფი თუ არ ვცდები ივნისის ბოლოს თუ ივლისის თვეში იყო ეს ფესტივალი და პირდაპირ საუკეთესო როკ ჯგუფი გავხდით. მაშინ პირველი რადიო იყო ძალიან პოპულარული, ეს სიმღერები სასქაროდ ჩავწერეთ 4 ხარხიან ტასკამის
ის მაგნიტოფონზე, რომელიც მეგობარმა ჩემმა ვალერი კოჩაროვმა ბლიცის ხელმძღვანელმა მათხოვა და სახლის პირობებში ჩავწერე როგორც შემეძლო, მივიტანე და ამ რადიოში დაიწყო ტრიალი და ძალიან პოპულარული გახდა ეს მიშა წავიდა, ქიშო წავიდა ეს სიმღერა, რომელიც სხვათა შორის ბევრმა გაიგო როგორც აი ომში დაკარგულების, მაგრამ ეს ზუსტად ის გულის ტკივილი იყო, აი როგორც დათო ჭილაშვილი წავიდა და ქიშო გლუნჩაძე და ასე შემდეგ. აი ემიგრაციაში წასულ მეგობრებს. იქვე იყო სიმღერა გნებდები, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა მაშინ და ნუ აი ესე დაიწყო პირდაპირ წარმატებას მივახციეთ და ნუ აი რადიო სადგურების დახმარებით საკმაოდ პოპულარული გახდა. კი ბატონო, ამას ალბათ ხშირად გეკითხებიან, თქვათ სახელწოდებასთან დაკავშირებით, ესეც იყო თუ არა თქვენი იდეა და ესეც თქვენს მიერ არის თუ არა შერქმეული ჯგუფისთვის და ზოგადად რა იყო ამის კი, სახელის იდეაც მე მეკუთვნის, წინაპირობა იყო ის, რომ სწორედ ძმები ჭილაშვილები, რენე ჩხაიძე, იქით წყნეთის ქუჩაზე ზაზა სახამბერიძე, ბიჭიკო ოსიპოვეს ბლიცის შემადგენლობაში თვლი, აქეთ ღამურები ირაკლი სანაია, რომელიც დღეს ჩემთან ერთად უკრავს. აი ბაკის პარკის გარშემო დაახლოებით 4-5 ჯგუფი არსებობდა. და საღამოს აი რეპეტიციის შემდეგ კინოსთან გავდიოდით, ვიკრიბებოდით, სხვათა შორის აი ლენონის სიკვდილის შემდეგ იქ დიდი ესეთი რაღაც სამგლოვია რომ შეხვედრა მოეწყო. და ვაკის პარკის კინო და იმის მიმდებარე ტერიტორია ჩვენი საღამოს სეირნობების ადგილი იყო. და რო დავიწყე ფიქრი, სხვათა შორის არ მიყვარს რაღაც ისეთი მუსიკალური სახელები, გრიფი, ლადი ან რაღაცა და განსხვავებული რაღაცა. აი ჩვენი ჯუკბოქსი არსებობდა, დადას ყავდა ჯგუფი ტაქსი. შემდეგ კატალოგში ჩავხედე, აი ჯგუფების კატალოგში დაახლოებით 10 ტაქსი იყო, ჯუკბოქსიც რამოდენიმე ჯგუფი იყო და ვაკის პარკი ნამდვილად ვიცი რომ ერთადერთი არის. კი ბატონო, ერთადერთი არის დღემდე. როგორ გონიათ რა გახდა თქვათ მთავარი წარმატების გარანტი იმისა, რომ მე ვახსენე 18 წელია უკვე არსებობს ეს ჯგუფი და მაინც ვთქვათ ყავს მას თავისი მსმენელი, მაინც დღესაც როგორც ვიცი სიახლეებს უმზადებთ მსმენელს, რა გახდა ვთქვათ ამის მიზეზი, რომ ამხელა დროს გაუძლო და აქტუალურია დღემდე. ვიცით რა არის პირველი საერთოდ როდესაც მუსიკასთან შეხება გაქვს როგორც მსმენელსაც და როგორც შემდეგ უკვე რაღაცის პრეტენზიის მქონეს რომ შექმნა ერთი რაღაცა თავიდანვე მინდა ვთქვა რომ თავდაბლობა რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ როდესაც 6 ალბომს წერდა საბოლოო ჯამში 60-70 სიმღერას თავაზობს მენელს, ესე იგი გარკვეული ამბიციები გამოძრაობს, რომ რაღაცის გაკეთება შეგიძლია სხვისგან განსხვავებულად, ხშირ შემთხვევაში სხვაზე უკეთესად და ამას თავაზობ და გონია რომ კარგ სიმღერებს წერთ ხო თუ ასე არ ვიფიქრებ, მაშინ რა თქმა უნდა ეს არის საწვალებდი და არც მე იცით რა, როდესაც მუსიკის ისტორიას გადავხედავ და აი თუნდაც ჩემს მიერ ნახსენებ ბიტლსებს, ხო? იმ პერიოდზე ხშირად ახსენებენ რევოლუციურ პერიოდად იხსენიებენ მუსიკაში. რატომ? იმიტომ რომ თვითონ მუსიკისადმი მიდგომა ამ დროს შეიცვალა. აი ქართულ კინოში როგორც არის მე მოვალ რომ ეს გული გადაგიშალოთ. იქ იმ დროს ბიტლსებამდე მღეროდნენ Somewhere Over the Rainbow, სადღაც ღრუბლებში ერთმანეთს შევხვდებით, ხელს გაუწოდებთ და მუდამ ერთად ვიქნებით. აი ეს მაღალფარდოვანი სიტყვები ბიტლსებმა შეცვალეს ძალიან მარტივი სალაპარაკო ენით. და უთხრეს თავის მეგობარ ბიჭს რომ she loves you, უყვარხარ მას, ნუ აწვალებ, ეს შენი დათრგუნე, შენი ქედმაღლობა, აპატიე, ისიც გაპატიებს შაკიდე, ხელი დაიყავი ბედნიერი და ეს მიიღეს და იმიტომ რომ ნუ ყველასათვის გასაგებად წერდა. მე პირველი რაც მინდოდა რომ აი გასაგები სალაპარაკო თანამედროვე ენით დამეწერა სიმღერები და ის ისტორიები რომელიც ჩემს სიმღერებში არის ყოფილიყო ვიღაცისთვის როგორ გითხრათ აი შენ პრობლემას ხედავ შენ სათქი ვარ შენ სათქმელს როცა ამბობს სხვა მაშინ თბილი ხდება ის სიმღერა და შენი ხდება რაღაცნაირად ხო აი კიდევ ერთი ძალიან ცნობილი სიმღერა არის თუ გახსოვთ Killing Me Softly სადაც სიტყვებში არის რომ telling my whole life in his words თელ ჩემ ცხოვრებას თავისი სიტყვებით მიმღეროდა სცენიდან და ამით მომაჭადოვა და ნენლა მკლავდაო. ნუ აი ეს არის, როდესაც მისთვის რაღაცა იგივე ბრძოლა წესების გარეშე ბევრისთვის აღმოჩნდა კი, როგორც იქ სხვათა შორის, აი როგორც გარემტერზე არის ლაპარაკი, რომ მიწას გართმევენების გარეშე, ასევე ჩვენი ქვეყნის შიდა პრობლემებიც არის და ამიტომ ხო ის რომ თვითონ სიტყვას გართმევენ და თვითონ აჯერით ხოვენ და ხარჯად ცხოვრებას იწყობენ
ეს ბევრისთვის ესეთი აღმოჩნდა და როგორ გითხრათ, აი ამ სულისკვეთებით მუშაობ და ვაკეთებ ყველაფერს და ზოგი შედარებით წარმატებული გამოდის, ზოგი ნაკლებად. კი ბატონო, ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ ამ სიმღერებზე საუბარს, იმ სიმღერებზეც ვისაუბრებთ, რომლებიც გარკვეულ პროტესტს, რა თქმა უნდა, გამოხატავენ სხვადასხვა საკითხის მიმართ, თუმცა გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, ჩვენ ერთ-ერთი ხალხური სიმღერა თქვენს მიერ შერჩეული ახლა უნდა მოვისმინოთ. ამჯერად მოდით წინწყარო მოვისმინოთ ჰამლეთ გონაშვილის შესრულებით, თუ გნებავთ რაიმე კონკრეტულად ამ სიმღერისთან დაკავშირებით გითხრათ, სანამ მოვისმენთ, გითხარით, თუ არა და შეგვიძლია უბრალოდ მოვისმენთ. ნუ ამ სიმღერაზე გარდა იმისა, რომ შესანიშნავი სიმღერა, საერთოდ მე სირთულე არ არის ჩემთვის გამსაცვლელი სიმღერის მუსიკა, სხვა განზომილების ცნება არის და აი ემოცია, რომელიც მოაქვს ჩვენთვის არის მთავარი, მიუხედავად იმისა, ჰარმონიულად თქვა, ბევრად რთულია სიმღერა, თუ ნაკლებად რთული არის. აი ემოცია არის სხვა და მე ხშირად ჩემი თავი დამიჭერია იმაზე, რომ აი განსაკუთრებით კახური სიმღერები მიყვარს, არ ვიცი, იმიტომ რომ კახელი ვარ თუ რა შეასაქმე. ხო და აი ესეთი აკადემიური შესრულება მომისმენია, ვთქვათ, ჩვენი ძალიან ცნობილი ჯგუფების, ფოლკლორული ჯგუფების და შემდეგ აი შეიძლება კახელმა გლეხმა იმაზე, ვთქვათ, იგივე სუფრაზე ან ვენახში ისე იმღეროს და ისეთი ემოცია მოიტანოს, რომ საერთოდ ის აკადემიური შესრულება გადაიტანოს რაღაც სხვა იმაზე. ამ სიმღერასთან ნუ ჯერ ერთი ასეთი მიდგომა მაქვს ყოველთვის ჰამლეთ გონაშვილი, ნუ ეს შეუდარებელი ხმა არის, ესეთი სითბო, ესეთი სიმრგვალე ბგერის, ნუ რა ვიცი, ალბათ ესეთი ჯერ რაფილტოების პატრონი იყო და როგორი ეს ბგერა, როგორ ნუ რა ვიცი, ალბათ მომღერალი ფორტეტი და პიანოთი ისაზღვრება, ერთ-ერთი განსაზღვრელი კრიტერიუმი ეს არის და ნუ მსგავსი ესეთი დაგუდული პიანო, რა ვიცი, ალბათ ბევრ მომღერალს შეშურდება. გარდა ამისა, სხვათა შორის ძალიან ისეთი მოგონება მაქვს აფხაზეთთან დაკავშირებით, პირველი ჩემი უკვე სიჭაბუკის ოჯახის გარეშე სამოგზაუროდ წასვლა. ხო, უკვე ჭაბუკობა რომ მოდის 16-17 წლის გავხდი და ვიყავი მაშინდე ლენინგრადში, სანქტ-პეტერბურგში და შემდეგ აფხაზეთში მეგობრებთან ერთად. და იქ რამოდენიმეჯერ წინწყარო ვიმღერეთ და ძალიან ემოციურად მახსენდება ახლა. მოვისმინოთ სიამოვნებით. განსაკუთრებით ემოციური ყოფილა ეს სიმღერა თქვენთვისაც კონკრეტულად. მოვისმინოთ ჰამლეთ გონაშვილის შესრულებით წინწყარო და სიმღერის დასრულებისთანავე დავბრუნდებით.
მე ვუსმენ ხალხურს. მოვისმინეთ წინწყარო ჰამლეთ გონაშვილის შესრულებით და დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, რა თქმა უნდა, ეს სიმღერა ჩვენმა სტუმარმა შეარჩია. ჩვენი სტუმარი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გახლავთ მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი. ჩვენ სიმღერის მოსმენამდე ვსაუბრობდით ვაკის პარკის პირველ ნაბიჯებზე, შეიძლება ასე დავარქვათ და მე მინდა კითხოთ, ვთქვათ, პირველი სიმღერა, რომელთაც ვაკის პარკი უკვე გაიცნო მსმენელმა, რომელი აღმოჩნდა და იყო თუ არა, ვთქვათ, ეს სიმღერა, ვთქვათ, შემდგომი წარმატებების მომტანი განაპირობა თუ არა ამ სიმღერამ აღიარება უკვე ჯგუფის. მე უკვე ვახსენე ორი სიმღერა, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა სხვებისგან უფრო გამორჩეულად. ეს იყო მე და შენ ორნის სიმღერა, სადაც ჩამოთვლილი იყო ის მეგობრები, ვინც საქართველოს დატოვა. კი ბატონო. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ მიშა წავიდა, პირველად იწყება ესე მიშა წავიდა, ქიშო წავიდა, დადა წავიდა, ჭილა წავიდა. მიშა გახლავთ მამა მიქაელი, მიშა ფოფხაძე, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოსდან წავიდა 70-იან წლების ბოლოს. ის რადიოსა და ტელევიზიის როკ ანსამბლში უკრავდა, მაშინ ძალიან კარგი ჯგუფი იყო ეს, მერაბ მღერო და ექსეფაშვილი და საფრანგეთის გასტროლების შემდეგ მიშა ფოფხაძე დარჩა საფრანგეთში და წავიდა შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში და თავისუფლებაშიც მუშაობდა რადიოში. შემდეგ ის დაბრუნდა და დღეს არის ქაშვეთის მოძღვარი მამა მიქაელი. აი სწორედ ის გახლავთ მიშა, რომელსაც მე არ ვიცნობდი მაშინ, ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ეს ისტორია აი რაღაცა წავიდა და ხო და რაღაცა მაშინ ცით რა მე 90-იანმა წლებმა ძალიან ბევრი რაღაცა გაუფერულა და გააქარწყლა. აი ახალგაზრდა კაცის სიკვდილს რო გაიგებდა ადამიანი, თითქოს რა მოხდა და ჩემი სიჭაბუკის დროს რა გითხრათ, ეხლა მეხივით სკდებოდა, რომ აი ვიღაცას დანა დაარტყა და ერთი კვირა დანაპირს არ გვიხსნი და არავის. ეს გაუგონარი რაღაცა იყო. სწორედ მამა მიქაელი გახლავთ და შემდეგ ეს ჩამოთვლილი მეგობრები, ეს სიმღერა პოპულარული იყო და ესეთი რომანტიკული ბალადა გნებდები პოპულარული გახდა საკმაოდ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან სიამოვნებს ის ფაქტი, რომ ვაკის პარკი, მაშინ წინასწარ ამის განსაზღვრა რთული იყო, მაგრამ არც ერთი სიმღერის და არც ერთი ალბომის ჯგუფი არ აღმოჩნდა. ხა საკმაოდ პირდაპირ გეტყვით მეამაყება, რომ 6 ალბომი არ არის ცოტა. იმიტომ რომ ისეთი წლები გამოვიარეთ, აი თუნდაც ბოლო პოლიტიკური მოვლენების გამო, როდესაც საერთოდ პირდაპირ ვიტყვი, რომ არანაირი სურვილი მუშაობის არ მქონდა. და აი ამ წლებმა პირდაპირ ვიტყვი ძალიან შემაფერხა მე შემოქმედებითად და დღეს ისეთი ენერგეტიკით ვარ, რომ არასოდეს ესეთი თავდაჯერებული ესტრადაზე არ ყოფილვარ. და ისეთი მუხტით და ენერგიით ავსებული, ამიტომ საოცრად მუშაობისკენ და ახალი რაღაცის გაკეთებისკენ ვარ მოწოდებული და აუცილებლად ეს ძალიან კარგია და თქვენს მსმენელს განსაკუთრებით გაუხარდება დარწმუნებული ვარ ეს ფაქტი. ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ იმ სიახლეებს, რომლებზეც მუშაობთ, რომელსაც უმზადებთ მსმენელს. თუმცა რადგანაც ვახსენეთ, თქვათ, იგივე ემიგრანტების თემა, ადამიანების, რომლებიც მაშინ მიდიოდნენ და ხშირად სხვა ქვეყნებში განაგრძობდნენ მოღვაწეობა, საინტერესო თქვენ შემთხვევაში თუ იყო ან კონკრეტული შემოთავაზება, ან სურვილი იმისა, რომ გეთანამშრომლოთ რომელიმე ქვეყანასთან და თქვათ, იქ გაგეგრძელებინათ მუსიკალური კარიერა. მოგახსენებთ, რომ მე არავის კრიტიკას და რაღაც შეფასებას ნამდვილად არ დავიწყებ, ყველას ადამიანს თავისი გზა აქვს, მაგრამ მე ყოველთვის მიმაჩნდა ის, რომ მე საქართველოში უნდა ჩემი გასაკეთებელი რაღაცა მარცვალი ამ ქართულ შოუ ბიზნესში თუ საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობაში სიტყვით, საქმით თუ რაღაცით წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ყოველთვის აქედან წასვლა. მინდა გითხრათ, რომ მყავს გერმანელი სიძე, ძალიან კარგი მუსიკოსი, გერმანიაში ვარ ნამყოფი, ალბათ ვერც დავთვლი იმდენჯერ, ხშირად დავდიოდი მასთან, დღესაც ხანის ჩამოდის, ხანმე ჩავდივარ, მასთან ერთად კლუბებში ძალიან ბევრს უკრავდით მთელი გერმანიის მასშტაბით. და ძალიან საინტერესო და ისეთი სერიოზული პრაქტიკა მივიღე. ანუ იქაური მსმენელიც გიცნობდათ ასე თუ ისე შეიძლება. იცით რა, მსმენელი ეს ცოტა ზედმეტი ნათქვამია, იმიტომ რომ იქ კლუბებში ძალიან ბევრი კარგი მუსიკოსი უკრავს, ეს ცოტა სხვა დონეა, ეს არ ნიშნავს, რომ გიცნობს ფართო საზოგადოება კლუბში იქ
მაგრამ იმაში დაგეთანხმებით, რომ იქ კლუბში დაკვრა ადვილი არ არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი კონკურენცია, უკვე თბილისში გახდა კონკურენცია, რაც ძალიან მიხარია. ძალიან ბევრი კარგი ჯგუფი გამოჩნდა, ვინც აი ამ cover versions ასრულებს და აი ჩემი პროგრამაც ამ cover-ებით გატაცებაც სწორედ იქ ძალიან დიდი პრაქტიკა მივიღე და ბევრი სიმღერა, რასაც იქ ვასრულებდით, მე ჩამოვიტანე. ასე რომ აი ეს საშუალებები, რა თქმა უნდა, იყო, თუმცა მე პირდაპირ გეტყვით, რომ მე რომ მეფიქრა ასე ვთქვათ, მუსიკალური კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელება იმ მოსაზრებით, რომ აი ვთქვათ, საქართველოს პატარა ბაზარია და შემოსავლების მხრივ მწირი ბაზარი არის, ნამდვილად რუსეთზე ვიფიქრებდი და არა რომელიმე ევროპულ ქვეყანაზე. და დარწმუნებული ვარ, ეხლა ამაზე საუბარი ცოტა ზედმეტია, რადგან არ შემდგარი ფაქტის გარშემო საუბარი უხერხული არის, მაგრამ აი ვაკის პარკის შექმნილი 6 ალბომი, ხო? კარგი რუსულის მცოდნე ადამიანის ნათარგმნი რუსეთში, ვთვლი რომ სავსებით პოპულარული და კონკურენტუნარიანი იქნებოდა და შესაძლებლობები იქნებოდა 10ჯერ და 10ჯერ მეტი ვიდრე აქ არის ვაკის პარკის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია სერიოზულად. კი ბატონო, ჩაკრულ ჟღერს ჩვენს ფონად, რადგან გვინდა საუბარი მოვასწროთ, ამიტომ ფონად შეგვიძლია სიმღერა მოვისმინოთ. ზოგადად თქვენ როგორ გონიათ, რას უსმენს დღეს ქართული საზოგადოება და ამ მხრივ თქვათ მსმენელის კუთხით, რამდენად გაიზარდა თქვათ ქართველი მსმენელი და არის თუ არა პროგრესი ან პირიქით რეგრესი ამ მხრივ, რამდენად არის მუსიკალურად მსმენელი გაზრდილი ამ კუთხით? საერთოდ 90-იანმა წლებმა დავარქოთ რაღაც დაახლოებით 20 წლიანი პერიოდი საოცარი რეგრესი მოიტანა ყველა მიმართულებით. საქართველოში არ აღმოჩნდა საქართველოს საზოგადოება მზად იმისათვის, რაც მივიღეთ, მე ყოველთვის ვთვლი იმას, რომ არავინ არ ჩათვალოს, რომ კომუნისტების დრო მენატრება, ნამდვილად არ მენატრება. ადამიანი, როდესაც იმ დროს იხსენებს, მოდი ერთ რაღაცაში შევთანხმდეთ, ხომ? თუ იმ კონტექსტში იხსენებ, რომ იყავი ბავშვი, ჰქონდა უდარდელი ცხოვრება, დედა მამა გვერდზე ყავდა, სითბოში და სიყვარულში ცხოვრობდი ამათთან, ეს რა თქმა უნდა მენატრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს პოლიტიკურ წყობას, რომელშიც ცხოვრობდი, ხო? ეს სხვადასხვა აბსოლუტურად სხვადასხვა არის. მენატრება აფხაზეთში სიარული, მენატრება დინამო თბილისი, მენატრება დათო ყიფიანი და მიშა მესხი, მენატრება მიშა კორქია და ამპილოგოვი და სანეევი და ყველა ის სპორტსმენი, რომელიც ყველა მიმართულებით საქართველოს მენატრება, რუსთაველის თეატრი, მენატრება ქართული კინო, რომელიც მაშინ იქნებოდა სუხიშვილების ანსამბლი მაშინდელი. ანუ მიუხედავად იმისა, რომ აი პოლიტიკურ წნეხში ცხოვრობდა ქართული საზოგადოება, ხო? 60-იანი, 70-იანი წლები გასული საუკუნის იყო ნამდვილი რენესანსი ქართული კულტურის და საერთოდ ქართული სახელმწიფოებრიობის იმ გაგებით, რა თქმა უნდა, რომ ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრები და ეს თქვათ ომისგან და იმისგან ქვეყანა დაცული იყო. თუმცა რა თქმა უნდა, ეხა კომუნისტური წყობა, ნუ გაუგონარი უღმერთობის პერიოდი იყო და ამ კუთხით რა თქმა უნდა არაფერი მსგავსი არ მენატრება. რაც შეეხება 90-იან წლებს, აქ უკვე ძალიან იცით როგორ არის პერიფერიიდან ჩამოსული ხალხი თბილისში, ხო, ყოველთვის თბილისის ლადზე გადმოდიოდა და ისეთი მასა ჩამოვიდა 90-იან წლებში, რომელმაც პირიქით თბილისი გადაკაჩა თავისკენ პირდაპირ ვთქვათ. ამიტომ მე დღეს ვთვლი, რომ ჩემი მუსიკალური გემოვნებით იმითი, რასაც უსმენ, რასაც მინდა უსმინო, ტელეგადაცემებს, რასაც უყურებ, როგორი იუმორიც მესმის, ვთვლი, რომ უფრო უმცირესობაში ვარ. კი ბატონო, რადგან ტელეგადაცემები ახსენეთ, საინტერესოა რამდენად ადევნებთ თქვათ თვალყურს მუსიკალურ კონკურსებს, რომელიც მიმდინარეობს დღეს და რამდენად არის თქვათ აქ გამორჩეულად ისეთი მუსიკოსები, ვისაც განსაკუთრებული ინდივიდუალიზმი აქვს, რაც თქვათ ყველაზე მთავარია ხშირ შემთხვევაში მუსიკაში. ნუ იცით, გეტყვით, რომ თვითონ მქონდა ტელევიზიასთან უშუალო შეხება იმ გაგებით, რომ მიმყავდა პოლიტიკური ток-შოუ, რასაც ნამდვილად ვერ ვფიქრებდი 3-4 წლის წინ. ამის შემდეგ მაესტროდან ძალიან საინტერესო შემოთავაზება მივიღე და ასეთი მუსიკალური პროექტის დირექტორი გავხდი, გულისხმობ მაგთიფანს პროექტს, რომელიც
ლანა ქუთათელაძემ თავის გუნდთან ერთად გააკეთა მაესტროზე და დირექტორობა მე შემომთავაზეს. მინდა გითხრათ, რომ აი საოცარი ბავშვები მოვიდნენ, თუმცა ვიმეორებ, რომ აი ეს ასპარეზი მათი და თუნდაც აი ჩვენი პროექტის ყურადღება შედარებით ნაკლები იყო. მე ამაყება და სიამაყით ვამბობ, რომ სწორედ ეს ბავშვები შეადგენენ, უკვე მოზარდ ზოგის დასული და ზოგის ბავშვი დღეს X ფაქტორის ძირითად მასას. ხო. და აი შემოქმედებითი ძალიან საინტერესო და ინდივიდუალური იყო და მე მინდა გითხრათ, რომ აი სწორედ ჩემი ჯგუფის მონაწილეობა იქ რამოდენიმე ბავშვთან ერთად კიდევ ბავშვებს ვახსენებ, ხო ჩამოყალიბებული ადამიანები არიან, ბოდიშვიხტი შეიძლება ეწყინოთ კიდევ. მათთან თანამშრომლობით აი ძალიან კარგი პროდუქტები მივიღეთ და პირიქით სულ მინდოდა რომ არანჟირებაში და იმაში ჩართული აი თორნიკე რეფიანი. ანუ თქვენთვის როგორც მუსიკოსისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. იმდენი რამე ვისწავლე ამათგან, ამ თაობისგან ვერ წარმოიდგენთ. სხვათა შორის ახლა ჩვენ უახლოეს მომავალში აი ჯერ ერთი ჯგუფ ვაკის პარკში მოვიდა ორი წარმომადგენელი მაქტიფანიდან, რომელიც უკვე ყველა კონცერტზე ჩვენთან ერთად გამოდის. ეს არის ნათია თოდუა და თათია ყურაშვილი, გვეხმარებიან როგორც ბექებში, ასევე სიმღერები გავუკეთეთ ცალკე. აი სულ მალე უკვე სტუდიაში ჩაწერები გვაქვს დაწყებული. ჩემი მიდგომა რაც არის და როგორიც ვაკის პარკია, იგივე მინდა ამ გოგონებს გავუკეთო ქართული ინდივიდუალური სიმღერები თავისთვის. გავიგეთ რომ კარგად იბღერიან ბიონსეს, მას ვიტნი ჰიუსტონს, ყველა კარგად ბაძავს და ეს კარგად გამოგვდის, მაგრამ ქართული პროდუქტი რაღაცა ხომ უნდა შევქმნათ, არა განსხვავებული იმისაგან, რომელიც მსმენელისთვის აი ესეთი გასაგები იქნება, როგორც თუნდაც ბევრი ბოლო დროს გამოჩენილი მუსიკოსის სიმღერა თუნდაც ჩემი ბრძოლა წესების გარეშე. ამიტომ პროექტის შემდეგ თანამშრომლობა გაგრძელდა და კიდევ უფრო ახალ ფაზაში გადადა. ბატონო, ვასიკო ჟღენტი გამოვიდა სამჯერ, მაშინვე დავპირდი მე იმ პროექტში, როცა გავარდა გული დამწყდა ძალიან და უთხარი რომ სამ კონცერტზე ვაკის პარკთან ერთად გამოხვალ მეთქი. ჯერ არ იყო ეს მასშტაბურები, უფრო საკლუბო დონეზე იყო, თუმცა მომავალშიც დიდ სცენაზე სიამოვნებით ამ მონაწილეებს დავეხმარებით პოპულარიზაციაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ორი სიმღერა ქართული, ერთი თათია ყურაშვილის შესრულებით, მეორე ნათია თოდუას შესრულებით, უახლოეს მომავალში, იმ საშუალებებით, რაც დღეს გვაქვს გამოვა. ზითრა საერთოდ ბოდიშვიხტი ხა შეგაწყვეტინეთ, გადაფასება მოხდა პირველ რიგში ჩემში. გარდა იმისა, რომ ბევრი რაღაც ვისწავლე მუსიკალურად აი ამ თაობისგან. საერთოდ ახალგაზრდებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, თვითონ აი მუსიკის პოპულარიზაცია სულ სხვანაირი გახდა. ჩვენ ვაკის პარკი ვაგროვებდით სიმღერებს, შევდიოდით სტუდიაში, ამას წერდით და ალბომად გამოვცემდით. დღეს ამისგან უკვე შეცვლილი მაქვს აზრი, 6 თვეში ერთხელ ერთი ახალი სიმღერა უნდა გამოვაგდო YouTube-ში და შემდეგ შეკრა ალბომად და დადო კოლექციონერისთვის. იმიტომ რომ ეს 12 სიმღერა ფანტავს ყურადღებას. ამიტომ აი ესეთი რაღაც ცვლილებები გვექნება. კი ბატონო, რადგან ცვლილებებზე ვსაუბრობთ, კიდევ არის თუ არა რაიმე ესეთი კონკრეტული სიახლეები ჯგუფთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება და რისი გამხელად შეგიძლიათ ჩვენთვის? ამჟამად მუშაობ საახალწლო პროექტზე, პირდაპირ გეტყვით. წლების განმავლობაში საკმაოდ უინტერესო იყო ჩემი აზრით ის პროექტები, რომელიც განხორციელდა სატელევიზიო პროექტებს გულისხმობ და ასევე ცენტრალური კონცერტი, რომელიც როგორც წესი აი სულ ძველ სიმღერებში და ძველ ინგლისური სიმღერები ესე, ინგლისური სიმღერები ტომატით, თხემლით და ასე შემდეგ. გავიგეთ ეს ინგლისური სიმღერები, რაღაცა ახალი ხო უნდა გაკეთეს, დღეს გაკეთებული, რომელიც რაღაცნაირად დროს პასუხობს. სერიოზული გამოწვევა არის, ჩემ თავს დაუსახე ეს ასე ვთქვათ, პროექტი, გამოწვევა, მუშაობ, სერიოზული ნაბიჯები გულისხმობ სამუშაოს შესრულებით უკვე გაკეთებული მაქვს დაახლოებით 4-5 სიმღერა და ამჟამად პირდაპირ ვიტყვი რომ ტელეარხებთან მაქვს მოლაპარაკება, სად განხორციელდება ეს, თუ განხორციელდა რა თქმა უნდა, მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული და აი ამ პროექტის ჩაწერით და პრომოუშენით ვიქნები დაკავებული აი ამ წლის ბოლომდე. ვაკის პარკი უახლოეს დღეებში გამოუშვებს ერთ ახალ სიმღერას, როგორც გითხარით, ახალ იმაზე ვართ გადასული, მუშაობის ახალი სტილი დავსახეთ და აი ამ გოგონებთან ერთად ესეც ვაკის პარკთან ერთად ისინი ჩვენ ჯაუწერთ. ფაქტობრივად
როგორც ვაკის პარკის წევრები უკვე ასე დადიან რეპეტიციებზე და ერთად მუშაობთ უკვე. ანუ შემადგენლობის მხრივაც აქვს ცვლილებები ვაკის პარკს და ასევე შემოქმედებით თვალსაზრისით. ჩვენ კიდევ სიმღერის საშუალება გვაქვს. ხო, მაშინ ვისაუბრებ ორი სიტყვით იმ სიმღერაზე, ხა ბევრი ვისაუბრეთ პროექტებზე, ძალიან ბევრ გამოჩენილ, ახლად გამოჩენილ მსმენელებზე. ეს ამ სიმღერას ქვია ლაკა. და არის ირონია ვარსკვლავებზე, სხვათა შორის. ეს სახელი მე თვითონაც როცა ყოფილა რომ უწოდებიათ, არ ვიღებ ამ ვარსკვლავის წოდებას არანაირად და საერთოდ ვფიქრობ რომ სტივ ვანდერი არის ვარსკვლავი, იმიტომ რომ ალიასკიდან დაწყებული ჩრდილოეთ პოლუსამდე ყველა მიცის მისი სახელი და ყველას უყვარს და ქართველი ვარსკვლავების ნაწილი ზოგისთვის გმირია, ზოგს კი საერთოდ გაგონება არ უნდა მათი სიმღერის. ამიტომ ამ ვარსკვლავობას თუ უფრო დავანებებთ თავს და შემოქმედებით დავკავდებით და პროდუქტით დავამტკიცებთ სტატუსს ჯობია და არა ვიღაცის შერქმეული სახელით გამოჩნდება ადამიანი სადღაც ერთ პროექტში ერთ სიმღერას სიმღერებს და მეორე დღეს ვარსკვლავის სტატუსით იხსენიებს სულ ყველა და ეს სხვათა შორის აი ტექსტ მიადევნებენ ჩვენი მსმენელი ყურს ამ შემთხვევაში ალბათ არის პერიფერიიდან ჩამოსული პიროვნება, რომელიც რძის აბაზანას მიიღებს და ვარსკვლავი გახდება. აქტუალური თემაა ჩვენთვის დღეისათვის თანამედროვეობისთვის. ესეთი რაღაც შავია თუ რაფერი ვერ გეტყვით, მაგრამ ერთად მოსმენის შემდეგ. კი ბატონო და ეს სიმღერა შესულია თქვენს ერთ-ერთ ალბომშიც, ახალი დღე ამგვარი სახელწოდებით. კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია ეს. აქაც რაღაც ესეთი ქართული ის ჟღერს ზომიერად. კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია პრინციპში ამ სიმღერით დავასრულოთ ჩვენი საუბარი, რადგან ეს ცოტა დრო გრჩება ძალიან. მე მინდა წარმატებები გისურვოთ კიდევ უფრო მეტი და ძალიან სასიამოვნო ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ვაკის პარკის მსმენელისთვის ის რომ სიახლეები გაქვთ და უახლოეს მომავალში ამ ყველაფერს შესთავაზებთ საზოგადოებას. მადლობას გადაგიხდით კიდევ ერთხელ გადაცემაში მონაწილეობისთვის, გულწრფელი და საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა, ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო აქ სტუმრობა, განსაკუთრებით, იმიტომ რომ თვითონ ფორმატი და მუსიკალური, ასე ვთქვათ, ორიენტაცია ამ რადიოსი ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობას გიხდით, რომ აი ამ მიმართულებით მუშაობთ. დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ვთქვათ, რეიტინგით რომელიღაც რადიო წინ იყოს, მაგრამ საქმით ეს რო უფრო მნიშვნელოვანია, ეს სასახა არის, რასაც თქვენ აკეთებთ. და წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა და დიდი იმედი მაქვს, რომ კვლავ შევხვდებით ბელგრადიო სტუდიაში სასაუბროთ უკვე თქვენს მომავალ სიახლეებთან და პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენს მსმენელს შევახსენებ, ეს გახდათ გადაცემა სახელწოდებით მეუსმე ხალხურს, ჩვენი სტუმარი იყო მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი და ვაკის პარკის შესრულებით დაგიტოვებთ სიმღერას სახელწოდებით ლაკა. მოისმინეთ, მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდებით. Mere ze shida
მე ვუსმენ ხალხურს.